Parlamento Assembleam მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ამერიკელმა კონგრესმენმა მომზადდა საქართველოს შესახებ რეზოლუციას. პოლიტიკური რეალობის დამახინჯებად და ფაქტების გაყალბებად შეაფასა მმართველმა გუნდმა ეს დოკუმენტი. რა მიზანი აქვს ამ რეზოლუციას თორემ შეაფასა? ეს სამწუხარო რეალობაა, რომ პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხდება ამ ტიპის რეზოლუციების მიღება, რომელიც აბსოლუტურად ტყუილზე, სიცრუეზე და ცილისწამებაზე არის დაფუძნებული. გულდასაწყვეტია, როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა იღებს ამ ტიპის რეზოლუციებს, სამარცხვინო რეზოლუციებს, რადგან აღნიშნული ინსტიტუცია ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც იწვევენ იმისთვის, რომ დააკვირდეს არჩევნებს და როდესაც იღებ ისეთ რეზოლუციას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილებით არის გაჯერებული, არ ვიცი ხა რა არჩევნების დაკვირვებაზე არის ზოგადად საუბარი, ხო? და როგორ უნდა მოიწვიო ასეთი ორგანიზაცია, რომ შეგიფასოს არჩევნები, აბსოლუტურად წარმოუდგენელი და გაუგებრებელი. ნაციონალურ მოძრაობაში პირველი არის შეიძლება. ნაციონალურ მოძრაობაში შექმნილ ვითარებაზე მინდა გითხოთ, მოგეთ მას შემდეგ რაც ნანუკა ჟორჟორიანი მოიაზრებოდა პარტიის თავმჯდომარედ, მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა წერილი, სადაც თქვა ასეთი რამე, რომ რეფორმატორთა საბჭო შეიქმნება, რომლის თავმჯდომარეც იქნება თავად, აღმასრულებელი მდივანი იქნება ჟორჟორიანი და დროებით პარტიას თავმჯდომარე არ ეყოლება, იმიტომ რომ პარტიაშიც კი ორი აზრი იყო ნანუკა ჟორჟორიანის კანდიდატთან დაკავშირებით. რა ვითარებაა? მანამდე დავამატებ, რომ იყვნენ კაცები კანდიდატებად, თუმცა მოხსნეს ეს კანდიდატურა, იყო ჩარჩნული არჩევნები, თუმცა ეს არჩევნებიც გაუქმდა რასელი. არაფერი, რა არჩევნებზეა ზოგადად საუბარი, ხო? ვიცით როგორ იმართება აღნიშნული აგენტურული ქსელი, ხო? რასაც მოინდომებს სააკაშვილი იქნება ისე. რა არჩევნებზეა საუბარი, ვისაც მოინდომებს დანიშნავს, ვისაც უნდა გააგდებს, გავიხსენოთ სხვა წინა შემთხვევები, როგორ იყო, არაფერი განსხვავებული არ ხდება. იგივე ხდება, რაც ოდითგანვე იყო და რაც არის აღნიშნული აგენტურული ქსელის, ასე ვთქვათ, დღის წესრიგი. არაფერი არ შეცვლილა, ჩვეულებრივად აგრძელებენ იგივე დამოკიდებულებით და იგივე პრინციპებით. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე გკითხავთ, ეს ჯო უილსონის რეზოლუცია, რომელსაც ასამბლეამ დაუჭირა მხარი და ამ რეზოლუციაში არჩევნებთან დაკავშირებით არის საუბარი, რომ არცნოს საერთაშორისო საზოგადოებამ მომდევნო არჩევნები, თუ კი არ გაუმჯობესდება საარჩევნო გარემო. და აქ ბევრ კანონს გულისხმობენ, მათ შორის, რომელიც იყო მიღებული 24 წლის შემდეგ. აპირებთ რაიმე კანონის რა კანონზეა საუბარი, მითხარით? ერთ-ერთი კანონია ასეთი, რომელიც პირს უბრძალავს 8 წლის პოლიტიკაში ყოფნას, თუ კი ისეთ ორგანიზაციაში მუშაობდა, რომლის ფინანსური წყარო 20% იყო. კი, რა თქმა უნდა, აგენტურული ქსელის წარმომადგენლებს არ უნდა კონდეთ შესაძლებლობა არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. სხვა ქვეყნის ინტერესები აქ ვერ გატარდება და არ გატარდება. პირველ რიგში დაცული იქნება ქართული ხალხის ინტერესი, ქართული სახელმწიფოებრიობა, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და ის დრო ჩაბარდა წარსულს, მეგობრებო. გაითავისეთ ეს და გაიგეთ, რომ ვეღარ იქნება ის, რაც 2012 წლამდე ხდებოდა, როდესაც გამოვიდოდა ნებისმიერი უცხოელი, გააკეთებდა განცხადებას საქართველოსთან დაკავშირებით, რაც არ უნდა სულელური განცხადება ყოფილიყო, ამას იღებდით როგორც სრულ ჭეშმარიტებას და 100%-იან მოცემულობად. ასე ვეღარ იქნება. დამთავრდა ეს დრო, ჩაბარდა წარსულს. ამ ქვეყნის პატრონი არის ქართველი ხალხი და ქართველი ხალხი იღებს ყოველთვის გადაწყვეტილებას ვინ იქნება ქვეყნის სათავეში, ვის ანდობს ქვეყნის მართვის შესაძლებლობას და არა გარე ძალები და გარე დავალებები, როგორც ეს ხდებოდა წლების წინ. თქვენ ამბობთ ხოლმე, რომ პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება ყველა მსგავსი კანონი, მაგალითად სარჩელი ოპოზიციის აკრძალვის შესახებ. აი ახლა პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება, ამბობთ ხოლმე ამას. მაგრამ როგორ გაუმჯობესდება პოლიტიკური გარემო, თუ პარტიებს აკრძალავთ და მეორეს მხრივ კვალიფიციურ კადრებს, ვინც შეიძლება საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობენ, არ მისცემთ საშუალებას პოლიტიკაში შემოსვლას. აღნიშნული საერთაშორისო ნახეთ, რატომ გეტყვი მაგასაც რა? აღნიშნულ ორგანიზაციებს, რომელზეც თქვენ საუბრობთ, შემჩნეულია მტრულ საქმიანობაში. როდესაც ჩვენ ამაზე საუბრობდით, თქვენ არ გჯეროდათ ამასთან დაკავშირებით და ყოველთვის თქვენს გადაცემებში, სიუჟეტებში, საინფორმაციოებში ამბობდით, რომ ჩვენ თითქოს რაღაცას ვიგონებდით. და როდესაც თავად პრეზიდენტ ტრამპი გამოვიდა და ამ ორგანიზაციებს დაარქვა შესაბამისი სახელი და ისაუბრა იმაზე, რაზეც ჩვენ წლების წინ საუბრობდით, ეს ყველაფერი მიივიწყეთ, ვითომ არაფერი არ ყოფილა. ეს ორგანიზაციები შემჩნეულია ტყუილ საქმიანობაში საქართველოს წინააღმდეგ და
ну ეხა წარმოუდგენელია ხო ამ დამოკიდებულებით ადამიანებს აგენტურული ქსელის წარმომადგენლებს მივცეთ იმის შესაძლებლობა რომ სხვა დიდი ქვეყნის ინტერესები გაატარონ საქართველოში თუნდაც პოლიტიკის გამოყენებით ეს ასე ვერ იქნება რომ შევაჯამოთ რეკომენდაციებს შორის არაპირებს არც ერთის გათვალისწინებას შეგიძლიათ შემიჯამოთ რომ რეკომენდაციებს შორის არც ერთის ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით ტელეკომპანია რუსთავი 2-ს მადლობა გადაუხადო თანამშრომლობისთვის ქართულ გულშემატკივარს ერთად ვაძლევთ იმის შესაძლებლობას რომ ღია სივრცეში დიდ ეკრანზე მოვახდინოთ მსოფლიო ჩემპიონატის დარჩენილი თამაშების ყურება 9 ივლისიდან დღეიდან 19 ივლისამდე ქართულ გულშემატკივარს ექნება შესაძლებლობა რესპუბლიკის მოედანზე მოგზავნეთ კიდევ ერთხელ ვეპატიჟები ყველას მოდის ნამდვილად სასიამოვნო გარემო დაგხვდებათ და საინტერესო იქნება ფეხბურთის ყურება დიდ ეკრანზე რამდენიმე კითხვა მაქვს შეიძლება დაგისვამ რუსოსთვის შეიძლება ერთი კითხვა მაქვს სოციალური შემწეობის მქონე პირების შემცირებაზე ბოლო 6 თვეში 126,000-ზე მეტ ადამიანს შეუწყდა სოციალური საარსებო შემწეობა ამაზე პრემიერიც საუბრობდა პარლამენტში რომ არასწორი პრაქტიკა იყო შემოსავალი არის გადასამოწმებელი ადამიანების რას გვეუბნება ეს გადაწყვეტილება და ეს პოლიტიკა არასწორ პრაქტიკაში იყრებოდა ფული ამ დრომდე თუ რატომ გადაწყდა რომ ხო ამაზე ხო გაკეთდა ახსნა განმარტებები კოვიდის პერიოდში როდესაც ჩვენ მქონდა საკმაოდ რთული მდგომარეობა, ბევრი ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე, ბევრი ადამიანი დარჩა ყველაფრის გარეშე, შემოსავლის გარეშე. შესაბამისად, გარკვეული გადაწყვეტილებები იყო მაშინ მიღებული, რომ ადამიანებს ჰქონდათ აღნიშნული შემწეობა სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა დღეს რადიკალურად განსხვავებული მოცემულობაა, განსხვავებული ეკონომიკური მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში და ხდება გადახედვა. ის ოჯახები და ის ადამიანები, ვისაც არ ეკუთვნის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან მათ ეხსნებათ და ვისაც ეკუთვნის და საჭიროა სოციალური მხარდაჭერა კონდეს სახელმწიფოს მხრიდან იმ ოჯახებს ეკნებათ. ანუ შეგვიძლია ვთქვათ რომ სიღარიბე დაამარცხეს ამ ადამიანებმა 126,000 სიღარიბეს რაც შეეხება გამოწვევები ამ მიმართულებით რჩება თუმცა გვაქვს წინსვლა ეკონომიკურად ქვეყანა წინ მიდის ვითარდება თუმცა გამოწვევები რა თქმა უნდა რჩება და ზუსტად იმიტომ ვართ რომ ყოველდღიურად გავაგრძელოთ მუშაობა რომ სიღარიბე მთლიანად იყოს დაძლეული ქვეყანაში თუმცა ჯერ გამოწვევები არსებობს და კიდევ ერთი კითხვა მაქვს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თუ გახსოვთ მაშინ იმედმა გამოაქვეყნა ქარდი მერაბ კოსტავას ზვიად გამსახურდიას გვერდით ბიძინა ივანიშვილი სამართლიანმა არჩევნებმა შეისწავლა ინტერაქცია ამ ქარდზე და აღმოაჩინა რომ 1500 ეკაუნთი რომელიც ანალაიქებდა ან კომენტარს წერდა იყო ტროლი იცის თუ არა ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ან რაში გჭირდებათ ტროლების გამოყენება რისი დემონსტრირება თქვენ სპეკულაციებზე ნამდვილად არ ვაპირებ პასუხის გაცემას ზოგადად ბიძინა ივანიშვილს რაც შეეხება ამ ადამიანმა თავისი გადადგმული ნაბიჯებით გააკეთა ის რაც არ ვიცი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ჩაიწერება ოქროს ასოებით იმიტომ რომ ყველას კარგად გვახსოვს თუ რა ხდებოდა 2012 წლამდე ქვეყანაში ეს მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმი არ იყო ჩვენ კარგად ვხედავთ და დღეს საზოგადოება კარგად აფასებს თუ რა ძალასთან მქონდა საქმე და ამ შიდა მტრების უკან ამ უსამშობლო ადამიანების უკან ამ აგენტურის უკან თუ რა ძალა იდგა და ვინ იყო და ამ ერთმა ადამიანმა გამოვიდა სრულიად საქართველოს დაირაზმა მის ირგვლივ და 2012 წელს ქვეყანა განთავისუფლდა იმ რეჟიმისგან, იმ სისხლიანი რეჟიმისგან, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა და სააკაშვილი წარმოადგენდა. აი ეს გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა და ეს გტკივათ თქვენ ძალიან კარგად, არა მხოლოდ თქვენ ქვეყნის შიგნით, აი იმ გარე ძალებს, ვინც დღესაც არის ვენებს და სურვილი აქვს რომ როგორმე ხელისუფლება შეცვალონ და როგორმე მოიყვანონ ხელისუფლებაში თავიანთი აგენტურული ქსელის წარმომადგენლები რომ შემდეგ მარტივად მიიღონ გადაწყვეტილებები და გამოიყენონ ჩვენი ქვეყანა თავიანთი ინტერესების გასატარებლად მაგრამ ერთი რამ უნდა გაიგოთ დღეს ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებას
ვინ იქნება ქვეყნის ხელისუფლებაში, ვის ანდობს ქვეყნის ბედს, ამას მხოლოდ და მხოლოდ მისი აღმატებულება ქართველი ხალხი. არ პასუხობთ კითხვაზე 1500 წრული მადლობა. ახლა შეიძლება ერთი კითხვა. სხვადასხვა მშენებლობაზე მინდა კითხოთ. რომელზე? სამ სხვადასხვა მშენებლობაზე. გიორგი ბარბენაშვილი გეცოდინებათ ქართული ოცნების წარმომადგენელია საქართველოს პარლამენტში. ის ფლობდა ტერიტორიას სარაჯიშვილის ქუჩა 36-ში, რომელიც არის ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე. მწვანე საფარი არის, როგორც ვიცით, გაიცა ნებართვა მშენებლობის. რის საფუძველზე მოხდა მშენებლობის ნებართვის გაცემა თუ გაქვთ ინფორმაცია და ვისოლმა ჩაიბარა ეს მშენებლობა ჩვენი ინფორმაციით და ასევე ვისოლის ბენზინგასამართის სადგურის დემონტაჟი მიმდინარეობს ასევე ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე მოგეხსენებათ საკმაოდ დიდი სივრცე არის ეს ადგილი შესაძლებელია თუ არა რომ იქაც კორპუსი ვიხილოთ და ვაშლიჯვარი ზოგადად მზად არის თუ არა და მარშალ გელოვანის ტერიტორია იმისთვის რომ ახალი მშენებლობები დაიტიოს. მეთქი კითხვა დამისვით უცებ. მაგრამ ორი მშენებლობაზე. ზეპირად არ ვიცი ხა როგორ გითხრათ ქალაქში ათასობით მშენებლობა მიმდინარეობს და გამიჭირდება დეტალურად რომელიმე მათგანზე გიპასუხოთ, თუმცა თუ რომელიმე კონკრეტულად გაინტერესებთ, აგერ არის ქალბატონი ეკა, ქალბატონი მანანაც და დეტალურად მოგაცვიან ინფორმაციას ყველა დასმულ შეკითხვაზე, რაც გაინტერესებთ, არანაირი პრობლემა არ არის, ეკნებათ ინფორმაცია ყველასთვის. მაინც დამატებითი კითხვები ჩნდება, როდესაც ეხებათ ქართული ოცნების წევრებს, დეპუტატებს, ვისოლს, რომელიც დაახლოებული არის ქართულ ოცნებასთან და მხარს უჭერს ღიად ქართული ოცნების პოლიტიკას. დღეს ქვეყანაში ბიზნესი არის თავისუფალი. აბსოლუტურად თავისუფალი არის თავისუფალი გარემო, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აწარმოოს ბიზნეს საქმიანობა, მიუხედავად თავიანთი პოლიტიკური შეხედულებებისა და მე ხშირად მომყავს ხოლმე მაგალითი თქვენთვისაც გავიმეორებ, ყველაზე კარგი მაგალითი არის მამუკა ხაზარაძის კომპანია, რომელიც აფინანსებს ტელეკომპანია TV პირველს, ჩართულია პოლიტიკურ საქმიანობაში, მას აქვს მის საკუთარი ბიზნესი, ერთ-ერთი მსხვილი სამშენებლო კომპანია, რომელიც ყოველგვარი შეფერხებების გარეშე აწარმოებს მის საქმიანობას. ამით იმის თქმა მინდა, რომ ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია და ნებისმიერ ბიზნეს სუბიექტს, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, კანონის ფარგლებში შეუძლია იმოქმედოს და აწარმოოს მის საქმიანობა, არანაირი ხელშეშლა არ ხდება. ტერიტორიებზე, რაც დავასახელეთ, ვაშლიჯვარი, მარშალ გელოვანის გამზირი, ახალი კორპუსის მშენებლობა დამატებით პრობლემებს ხო არ შეგვიძლია თუნდაც არ ვიცი, შეიძლება არც ნახეთ, მე გითხარით, რომ არ მაქვს ინფორმაცია და გამიჭირდება გითხრათ დეტალურად, არ მინდა არც თქვენ მოგატყუოთ, არც საზოგადოება შევიყვანო შეცდომაში, აგერ არის ქალბატონი მანანა, ქალბატონი ეკა, დეტალურად მოგაწვდიან ინფორმაციას. თუ კი რაიმე მშენებლობა მიმდინარეობს და ან კი არის შემოსული, ამასთან დაკავშირებითაც მოგაწვდით ინფორმაციას. თუ არ მიმდინარეობს, ამასაც გეტყვით. ერთი წამით მესამე მშენებლობა. აი ეს არის თქვენი დოკუმენტი მერიიდან გამოსული, სადაც ვკითხულობთ, რომ შეჩერებულია ყაზბეგის 32-ში ყაზბეგის 32-ში გამაგრებით. აქ წერია, რომ მათზე იქნება პასუხისმგებლობა თუ არ გაგრძელდება სამუშაო, მაგრამ ჩემი კითხვა მდებარეობს შემდეგში, ეს სამუშაოები გამაგრებითი დაიწყო იმიტომ, რომ გვერდზე მშენებლობა მიმდინარეობდა და დაზიანდა კორპუსი 32-ია და მერიამ გამოყო 4 მილიონი ლარი ამ კორპუსის გასამაგრებლად და არა იმ კომპანიამ, ვინც უშუალოდ დააზიანა კორპუსი. რატომ ხდება თანხის კარგია რომ ზრუნავთ, მაგრამ აი თქვენ რატო ზრუნავთ და არა ის კომპანია, რომელიც პასუხისმგებელია რეალურად ამ პრობლემის. დეტალურ პასუხს გაგცემთ. შესაბამისი ჩვენი უწყება. თქვენ ხართ ამ კორპუსის შესახებ ინფორმირებული, არაერთხელ გისაუბრიათ ამ თემასთან დაკავშირებით. ამიტომ გეუბნებით, რომ გქონდეთ თქვენ ზუსტი ინფორმაცია და არა თქვენებურად მიაწოდოთ საზოგადოებას, როგორც თქვენ გინდა. თქვენებურად როგორ ვაწვდებით? როგორც საკეთებთ ხოლმე. ტყუილებით და სიცრუით. ჩემი ტყუილი მითხარით. აი, ძალიან ბევრი შემიძლია მოგიყვანოთ. აი, ძალიან ბევრი. თუ გინდა მაგასაც დაგიმონტაჟებთ. ვიდეოს სახით. ზეპირად რატო? მე ხო ფაქტები ნახე. მე რაღაცა რომ თქვა, შეიძლება მაინც მომიყვანეთ ტელეკომპანიაზე საუბრობ კუჩა სატყუილმა გაშუქებული ჩემი სტაჟის ფარგლებში. მე რომელ ტელევიზიას წარმოადგენთ? მე შაბათის ფორმულას რეპორტერი. შაბათის ფორმულას წარმოადგენთ. აი მე თქვენ გაგიკეთებთ ვიდეო მასალას. ჩემი სიტყვებით არ დაიჯეროთ ბოდიში. არ დაიჯეროთ ჩემი სიტყვებით. გააკეთეთ ხოთ ჩემი ტყუილები. მე თქვენ კონკრეტულად არ გიცნობ როგორც პიროვნებას, თქვენ წარმოადგენთ. თქვენ გესაუბრებთ, ვიდეო წარმოადგენთ. წარმოადგენთ კონკრეტულ ტელეკომპანიას, რომელიც დაკავებულია ტყუილებით
დაკავებულია სიცრუით. თქვენ არ დამიჯეროთ ეგ მე რასაც აქ სხვა რაღაცას გეუბნებთ. არ დამიჯეროთ მე რასაც ვამბობ. 4 მილიონი ლარი მე არ დამიჯეროთ რასაც ვამბობ თქვენ კონკრეტულ ტელევიზიაზე. წარმოგიდგენთ კონკრეტულ მტკიცებულებებს ვიდეო მასალებით, რომ დაგიდასტუროთ ის, რასაც მე ვამბობ. ნუ დამიჯერებთ მე. მე კონკრეტული ვიდეო მასალით წარმოგიდგენთ იმ ტყუილებს, რასაც თქვენ საუბრობთ. თუ შეძლებთ, არ დამისრულებია. 4 მილიონი თქვენ რატო გამოყავით? კიდევ ერთხელ მეორე. მე რო არ შეგიყვანოთ შეცდომაში დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან, იმიტომ ზეპირად ახლა ცოტა რთულია ქალაქში. უამრავი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ მინდა შეცდომაში შევიყვანო თქვენი მაყურებელი, არც თქვენ. დეტალურად მოგაწვდიან ინფორმაციას ჩვენი თანამშრომლები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გექნებათ სრულყოფილი ინფორმაცია ყოველგვარი პრობლემის ამავე კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებით აქ არის ექსპერტიზის დასკვნა, რის საფუძველზეც კორპუსის მდგრადობა, მეზობელი კორპუსების მდგრადობა ერთ-ერთმა ექსპერტმა დაადგინა და ხელი მოაწერა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს დოკუმენტი არის გაყალბებული. ამას ამბობენ იმის საფუძვლად, რომ არსებული კომპანია შესაბამის მისამართზე არ ფუნქციონირებს, ქალი, რომელიც ხელს აწერს ნინო კაციტაძე არ არსებობს და მისი პოვნა შეუძლებელია. როდესაც კომპანიის სახელით შემოდის მერიაში დოკუმენტები, არის თუ არა მერია ვალდებული შეამოწმოს მათი ნამდვილობა. რა თქმა უნდა, თქვენ იცით, რომ ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ბაზაში არის კონკრეტული კომპანიების დასახელებები, რომელიც ლიცენზირებულია და შესაბამისად ამ გადამოწმებით ხდება კონკრეტული დოკუმენტაციების მიღება. და თუ გადამოწმდა ეს დოკუმენტი, რატო დაურთეთ? არ ვიცი, მე ვერ გეტყვით. ვერ გეტყვით, ახლა თქვენ რასაც მეუბნებით, მე კიდევ ერთხელ მე თქვენ არ გაყენებთ შეურაცხყოფას, თუმცა მაქვს უფლება არ დავიჯერო ეს ყველაფერი. ამიტომ აგერ არის მანანა, ეკა მოგაწვდიან დეტალურ ინფორმაციას მაგ ყველაფერთან ეს დაკავშირებით. 2020 წლის დოკუმენტია და გასაჯაროებული იყო ამის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობის მხრიდან. 2017 წლიდან ნახეთ რომ არ არის ნავი ეს დოკუმენტი გამოძიების აუცილებლობას 2017 წელს გავხდი დედაქალაქის მერი. ამ დროიდან მოყოლებული, რა თქმა უნდა, ყველა ჩემს გადადგმულ ნაბიჯზე, გაკეთებულ განცხადებაზე ახლაც და მომავალშიც ვარ პასუხისმგებელი. შესაბამისად, აქ არიან ჩვენი თანამშრომლები და დეტალურად ვინ 2018 წლის იყოს, ვინ 2020 წლის იყოს, მოგაწვდიან ინფორმაციას ყველაფერს. გამოძიება თუ ყალბი იქნება და არ არსებობს ეს პიროვნება. ერთი წამი დავასრულოთ, თუ ყალბი იქნება, არ არსებობს ეს ადამიანი და კომპანია. მაშინ გამოძიების აუცილებლობას თქვენ ხედავთ? თუ არის არასწორად მოწოდებული დოკუმენტაცია, არ არსებობს აღნიშნული კომპანია, რა თქმა უნდა, დაინტერესდებიან შესაბამისი საგამოძიებო უწყება. ვიდეოს რო დაამონტაჟებთ, ჩემი ტყუილებით დაამონტაჟეთ, გთხოვთ. აუცილებლად მოგაწვდეთ ინფორმაციას. საბურთალოზე უნდა გკითხოთ, თუ არის თქვენთვის ცნობილი, რომ დაზარალებულებისთვის მშენებლობა გადაბარებულია ჯუანშერ ბურჯულაძის ცოლის ძმის კომპანიისთვის, ვინც უნდა აუშენოს კორპუსები საბურთალოზე დაზარალებულებს. ეს არის რა არის გადაბარებული? კორპუსის მშენებლობა. ჩვენ ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს, საბურთალო იყო თუ არ ვცდები რა. 2021 წელს. მე ვიზზე მოხდა გასხვისება და კომპანიამ თუ გაასხვისა თავიანთი წილები, ეს მისი ბიზნეს საქმიანობის უფლებაა და ჩვენ არის რაიმე ცნობილი ვიზზე მოხდა გადაბარება, იმიტომ ვერ გეტყვით, არ მაქვს ჯუანშერ ბურჯულაძის ცოლის ძმას ეკუთვნის კომპანია, როგორც გავიგეთ. მაგას რა მნიშვნელობა აქვს, რა ვიცი. არცებით მნიშვნელობა არ აქვს. თავარია ის ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რაც იმ დაზარალებული ოჯახების წინაშე აქვს. აღებული აღნიშნულ კომპანიას შეასრულოს ბოლომდე, ააშენოს საცხოვრებელი სახლი და 400-ზე მეტი ოჯახია დასაკმაყოფილებელი, უნდა დააკმაყოფილოს იმ კონკრეტულ ლოკაციაზე მარიჯანის ნომერი 4-ია თუ არ ვცდები. და ხომ არ არის რისკი, რომ ეს ადამიანები დარჩნენ უბინაოდ, რადგან ამ კაცმა, ცოლის ძმამ დადო პირობა, რომ თვითონ მიიტანდა ფულს კომპანიის ასაშენებლად, მაგრამ ახლა არის ის ციხეში. ნუ რა ვიცი, ახლა კომპანიის მეწილეების იმაში მე როგორ ჩავერიო, რა გითხრათ, აბა ეგ გარკვევ თვითონ კომპანიაში. კიდევ ერთხელ მე ჩვენ თუ დავინახავთ რისკს, რომ ვერ შენდება და პრობლემას წარმოადგენს დაკმაყოფილება, რა თქმა უნდა, მაშინვე ჩავერევით და აღნიშნული ტერიტორია ამოვიღებთ და ისევ გვექნება კომუნიკაცია იმ ოჯახებთან, იმ დაზარალებულ ადამიანებთან და ექნებათ შესაძლებლობა მე თავად მოიძიონ ახალი კომპანია. ჩვენ კომპანიების მოძიებაში და შერჩევაში მუნიციპალიტეტი არ მონაწილეობს. ამას თავად გადაწყვეტილებას იღებს, ამის თავად გადაწყვეტილებას იღებს დაზარალებული ოჯახები. კარგად გაგზავნებოდეთ, მადლობა.